აგერ თქვენთან მოვიდა პრეზიდენტობის კანდიდატი გაჩეჩილაძე. გამარჯობათ. როგორც კი პრეზიდენტი გავხდები, პირველი პრიორიტეტი იქნება რომ დავასახელო მთელი საქართველოს. და ძალიან საფასავად. ოლია. რატო კახრები არაცენა ფაბრიკები წარმოება მე უნდა დაასახელო. ბაკურცი ხელმუშებს წინა საარჩევნო პერიოდში სამუშაო გამოუჩნდათ. გამოუჩნდათ საჭმელსასმელიც. თითქმის ყველაფერი წიწიბურის გარდა. სალაპარაკო ხომ გამოუჩნდათ და გამოუჩნდათ. უბნევიან ვანონერების შური გადააყენე. ადეკი ძმა ორი კაცი რო გაურა, ფერჩი ხარ ბოლიმ გამოუჩა. გადააყენე ადეკი. თქვენც ხომ გაიგეთ, ბაკურციხეში გაჩეჩილაძეს ტყუილად არ ჩაუვლია. არც ყვარელში ჩასულა ტყუილად, იქ ხალხი წინასწარვეა მომზადებული. ჩვენ დაგიცავთ, რო გატყავდე დაგიდგებით გვერდზე, ვერ დაგატყავდეთ. გამარჯობა ბატონო, ჩვენ ზვიადის ტემპერატურა. სამყარო ზვიადის პარტიაში ვიყავდი, იქიდან დავბერდი 42-ისა წვავით გამითეთდა და სულ ვიქნები მე, ეროვნული და სულ მუშევარი ვარ და ვიქნები და ვიქნები. მამუ, მოიცა, აი, კახელები. დავიძაღლებით. აიცადე? გამარჯობათ ხალხო. გამარჯობათ. რუსთავი ორი დავართ. აი იქეთ მივდივართ. თუ გავაყოლეთ, პარლამენტში დაგჭერით. გამოვიდეთ ჩვენთან ერთად. კი ბატონო. გარემ ერთ საქმეს გამიკეთეთ თუ შეგიძლიათ. კი ბატონო. მომზადეთ? თუ გავაყოლეთ. ეს მობილი თელავისკენ კანდიდატი გაჩეჩილაძე GVS-ის ვენახებისკენ. ეს ვენახი ჩემი გაშენებულია. ეს ამ ვენახით დაიწყო კახეთში მევენახეობის აღორძინება. ზუსტად ეს კაცი ამ GVS-ის სახელით შემოვიდა ჩვენ სოფლიდან. მე ათანაში ვცხოვრობ სოფელ ათანაში. აღვათო 156 ჰექტარი მიწა 10 წლის განმავლობაში ჩვენი სოფლის ყურძენს არაღებულობდნენ. შემოქონდათ აზერბაიჯანიდან. უბრალო ყურძენი საფერავის ჯიშისა თან ნახოთ აი მასაც აფუჭებდნენ ჩვენ ყურძენს სახელი უფუჭებდნენ. მოლაპარაკებები ბადრისთანაც მიდის ახლა. უკვე გადაწყვეტილი მაქვს რომ GVS აქციები გავყიდო, ისაც გამოჩნდა. ეს როგორ გაყიდეს მაგ ფირმას, მაგ მიწას, როდესაც 49 წლიანი ჯარი ქონდა მე ეს მიწა აღებული. ხო და ლარიანი არ მოუწია ჩემთვის ისა ჩაიგდო ხელში. ეხლა უნდა იმ მიწის გაყიდვა, მოვწეს მე მიწის საფასური თუ გაყიდეს GVS. როგორ შეიძლება ჩემი მიწა ვიღაცა მაიღოს 59-ზე? მე მქონდა 40-ზე. გამომიყვანეს იძულებით. იძულებით მაშინელმა ხელისუფლებამ და ამ კაცის ინიციატივით პირადად. გაჭირვებული აქ ძალიან ბევრია ყველაზე დიდარ მიწაზე საქართველოში. ამიტომ ეს ისე არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ ვიცით როგორ უწამლოთ ამ სიტუაციას. თვითონ ეჯერაა თვითონ. თავისთავად ეჯერაა გასულ. სულ როგორ დაიჯერო, ჯერ თუ ჯერ აღამე დაიძინოს და ერთი შეეკითხო თავისთავად რა. გამარჯობათ. რუსთავი ორი დავართ. სასიამოვნო. თქვენ აცხოვრობთ? დიახ, ბატონო. ამ გას თუ იცნობთ? აი? ვიცნობ გამოდის ხოლმე. ერთი ის გავიგერო ჯარი უნდა შევამციროს. ჯარი როგორ უნდა შეამციროს? სიტუაცია გამოუცხადებელი ომის პერიოდში ვართ. გამოუცხადებელი ომის პერიოდში როგორ უნდა შეამციროს ჯარი? ჩვენ უნდა შევცვალოთ კონსტიტუცია და მივიდეთ საპარლამენტო რესპუბლიკამდე. პრეზიდენტის გარეშე? ისინი ტრადიციული ჩამოყალიბებული ქვეყანა. ჩვენ ლებები ყვანდა ჩვენ და შვილებს ხოცავდნენ ტახტის გულისთვის, მამებს ხოცავდნენ, აბრმევდნენ, რამდენი ამბავი. სახელმწიფოს მომავალი მოწყობა მიწიდან აყრილებსაც აინტერესებთ. მუშებად ქცეულ გლეხებს ელიავას ბაზრობაზე სამუშაოს გამოჩენას რომელია. იყო საპარლამენტო მართლობა საქართველოში, რომ ჩვენი ფენის ხალხს ლორდთა პალატა თუ არა, ჩემთა პალატა მაინც ემსახურებოდეს, სხვა არაფერი. ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება კონტროლის პალატის თავმჯდომარე. ერთმანეთს ეჭვმები არ მაგენის კამერების დასხმენ ერთმანეთს ისევე მაგენ. გამარჯობთ. აი ამ გას თუ იცნობთ, აი? კი. აბა როგორ ვერის? პირველი რა გახსენდებათ ამ კაცს როგორც პრეზიდენტურის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძეს? აი რითი იქნება განსხვავებული პრეზიდენტი? იმ პრეზიდენტი ვერ იქნება. რატო ვერ იქნება? ხალხი არ მისცემს. აქ რა არის? კონსტიტუციური მონარქია. დიახ. მეფე. არ ვთანხმები. პრეზიდენტი არ იქნება პარლამენტი და იქნება მეფე. გინდა თუ არ გინდათ? მეფე ეგ. ხო. მეფე ვის უნდა? რატო არ გინდათ?
რაც გვინდა მეფე. ლევან გაჩეჩილაძის ბროშურა ინტერესს ელიავას ბაზრობის ამომრჩევლში იწვევს, თანაც პუნქტობრივს. საქართველოს ტრადიციული კულტურის საგანმანათლებლო ფუნქციის აღდგენა კავკასიის დიდ რეგიონებში ეს მინდა. საქართველოს დესერტიდან გამოსვლის პროცედურული უზრუნველყოფა. როგორც ახლა სიტყვაზე ბინას რო ერთ ბინას რო იყიდა მეორე პრივატიზებას გაუკეთებ, იქიდან იმათ ეწერები. თავისებურ მაინც ეწერები და ისე იქნება ის ნატოში თუ შევედით და შეგვიშვეს, მაშინ იქიდან გამოგვაგდებენ. ორგან ხوار ვიქნებით. ბოდიში და ცოტა ოფიციალურად ჩაცმა დავიწყე და პერანგის ჩაცმა იმდენი მტვერი ამ ჩვენ ქალაქში რომ სამჯერ გამოსვლა მიწევს პერანგის. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ხშირად ბანაობდა ამის პირობები მაქვს. ის შეჩეული ჭირი მეჩემი ახლა შეუჩევს. რატო კაცო რომელიც კვირაში ამჯერ სულს პერანგს? მე რო კვირაში ერთხელ ვიცვლი. იმას აქვს თავის საშუალება. თავი დაიკმაყოფილოს და ჩვენ არავინ არ გვეყურებს. კაი თქვენ არ მისცემ თქვენ? არა. დავიც მე ისევ დავუბარო. რა ქეთა მხარე უნდა დავწინო. მე გადავიდე ბოლო. აიგე. აბა გადმოილ ფიქრობ.